მე-20 საუკუნის დასაწყისში თბილისში ფილარმონიული საზოგადოება შეიქმნა. მისი თავდაპირველი ფუნქცია სიმფონიური მუსიკის შემსრულებელთა და საესტრადო ხელოვნების სხვადასხვა ჟანრის პოპულარიზაცია იყო. გარკვეული ხნის შემდეგ ფილარმონიამ ბინა გოფილექტის ბაღში დაიდო. უფროსი თაობის თბილისელებისათვის ეს ბაღი კულტურის ნამდვილ სავანედ იქცა. ისე ადრე აქაურობა სულ სხვაგვარად გამოიყურებოდა. აი ამ ძველ ფილარმონიაში იყო მთელი ელიტა ქართული ხელოვნებისა. დავიწყებ ყველა ანსამბლი მოვაწეობდა, აკადემიური ანსამბლი, ლიკოს ხუჟი და ნინო რამიშვილის. სიმღერას და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი ორერა, ძალიან ცნობილი მაშინ. ანსამბლი რერო, სიმფონიური ორკესტრი, სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, საქართველოს სახელმწიფო კაპელა, ცალკეული შემსრულებელი ტრიო მარე გოძიაშვილის, ედვარდ ცეფაშვილის. იქ იყო მინიატურების თეატრი მოსავსებული და იქ მუშაობდნენ თენგიზ ჩანტლაძის ხელმძღვანელობით. და ეს იყო მართლაც ესეთი დუღდა და გადმოძღდა იქ ხელოვნება აი ამ ძველ ფილარმონიაში. მე მახსოვს ბენი გუდმანი ჩამოვიდა და მივიღეთ იყო ფილარმონიის გოფილექტში მივიღეთ პლეხანოვზე. ბენი გუდმანი რომელიც რავით სად არ აქვს დაკრული და სად არ გამოსულა. რა თქმა უნდა იყო უკვე სურვილი და აუცილებლობა რომ ყოფილიყო დიდი დარბაზი. ელოდა სხვათა შორის თბილისის მაყურებელი და საქართველოს მაყურებელი, რადგან ამხელა რესპუბლიკას, ამხელა კულტურის ქვეყანას არ ჰქონდა ნორმალურ კი არა, საერთოდ საკონცერტო დარბაზი რო ერქვა არ ჰქონდა. გასული საუკუნის 60-იან წლებში ქალაქ დაგეგმარებაში გადაწყდა, რომ ამ ადგილას საკონცერტო დარბაზი აშენებულიყო. მაშინ აქ ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლი იდგა, რომლის დანგრევასაც თბილისელები სხვათა შორის სიხარულით არ შეხვდა. მაშინ ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ გოფილექტის ცნობილ და პოპულარულ ბაღში მდებარე ფილარმონია პლეხანოვიდან აი აქეთ ვერაზე გადმოინაცვლებდა. ვერაზეც გამორჩეული ადგილი იყო, სადაც ახლა ფილარმონიის ეგრეთ წოდებული დიდი საკონცერტო დარბაზია. იმ ადგილას მე მახსოვს იდგა ულამაზესი შენობა, საცხოვრებელი სახლი. სიმართლე რომ გითხრათ, როცა ეს ძველი შენობა დაანგრიეს, ძალიან ბევრ თბილისელს თითქმის უმრავლესობას გული დაწყდა. ის სახლი, რომელიც დაანგრიეს, რომლის ადგილზეც ფილარმონია აშენდა, ის სახლი ძალიან კარგად მახსოვს, იმიტომ რომ მან და ვარ მეც დაბადებული, მაგ უბანში და გაზრდილი. ჩემი სკოლაც მაგის გვერდით იყო. მან უხვევდა სადგურიდან მომავალი ტრამვაი მიდიოდა მე-9 საავადმყოფომდე. ეგ მოსახვევი კი არ იყო, უბრალოდ ტრამვაის მაშინ ვატმანი ერქვა, ეს ბიგელს მოატრიალებდნენ, გადმოვიდოდა მეორე ხა უკან ბრუნდებოდა. ამ ტრამვაის თბილისელებმა შეარქვეს დედის ერთა. და აი ეს ორი ტრამვაის ხაზი იყო მელიქიშვილის ქუჩა. ერთი სიტყვით ადგილი შერჩეული იყო. საჭირო გახდა პროექტი ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის ასაშენებლად. საქართველოს კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა. გამარჯვება არქიტექტორ ივანე ჩხენკელის პროექტს ხვდა წილად. ეს იყო მაშინ ძალიან დიდი პროექტი, ძალიან მნიშვნელოვანი, ქალაქისთვის კი არა მარტო. ეს იყო მნიშვნელოვანი პროექტი ქვეყნისთვის, რესპუბლიკისთვის. და აქედან გამომდინარე უზარმაზარი პასუხისმგებლობა, რომელიც დააწვა კისერზე ბატონოს როგორც პროექტის ავტორს. ივანე ჩხენკელი პროექტზე მუშაობას შეუდგა. საღამოობით ბარნობზე, არქიტექტორის ბინაში, მისი ყოფილი სტუდენტები იკრიბებოდნენ. პროექტზე მსჯელობდნენ, პლანშეტებზე მუშაობდნენ და პირველ ესკიზებსაც ქმნიდნენ. მე ძალიან კარგად მახსოვს, როგორ მოვიდა სახლში და როგორ თქვა, რომ იზიდ მე კონკურსში უნდა მივიღო მონაწილეობა და ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში და რა ახტოვანებით შეხვდა დედაჩემი აი ამ იდეას, თვითონ მონაწილეობის იდეას, იმიტომ რომ დედაც არქიტექტორი ბრძანდებოდა, მოიწვია თავისი ძალიან საყვარელი ყოფილი სტუდენტები, ბატონი ჯონდო ჯიბლაძე, ნოდარ ჯობაძე, დავით მორბედაძე და საშა ბაქრაძე. და ეს 4 კაცი ეხმარებოდნენ მას მერე საბოლოო ჯამში პირველი ვარიანტის გაკეთებაში აი ამ ობიექტისა, რომელსაც მოიგო კონკურსი. 1961 წელს თბილისში 1800 მაყურებელზე გათვლილი დარბაზის მშენებლობა დაიწყო. ქვაბული უკვე ამოღებული იყო, როცა საკავშირო დადგენილებით აიგრძალა
კულტურული ნაგებობების და ადმინისტრაციული შენობების დაპროექტება და მშენებლობა. უკვე დაწყებული შენობები კი დააკონსერვეს. ჩვენი შენობა მოყვა კონსერვაციაში, იმიტომ რომ უკვე კვამული იყო ნაწილობრივ ამოღებული. 1962 წელს ახალი საკავშირო დადგენილების თანახმად ნება დაერთო პანორამული კინოთეატრების მშენებლობას. მოსკოვში, ლენინგრადსა და კიევში 4000, ხოლო რესპუბლიკების დედაქალაქებში 2500 მაყურებელზე. საჭირო გახდა დაწყებული საკონცერტო დარბაზების გადაკეთება პანორამულ კინოთეატრებად, გაფართოებული სათავსებითა და ესტრადით, საჭიროების შემთხვევაში საკონცერტო საქმიანობისთვისაც. რასაკვირველია, დაიწყო თბილისის დარბაზის გადაკეთებაც. ერთადერთი სიკეთე, რაც ამ გადაკეთებას უნდა მოჰყოლოდა, ის იყო, რომ დარბაზი არა 1800, არამედ 2500 მაყურებელს დაიდება. გარე სახეს ყველაფერი დარჩა მოცულობები და დიაბეტში გავზარდა ჩვენ შენობა. ესე იგი შიგა დარბაზი გაიზარდა. გავზარდეთ. მივიყვანეთ 2500 მაყურებლამდე. გადაწყდა პანორამული კინოთეატრების ფართოფორმატიან კინოდ გადაკეთება. თბილისიდან საკავშირო სამინისტროში გაიგზავნა ანონიმური წერილი, რომელიც იტყობინებოდა, რომ თბილისში მეორე კრემლის სასახლე შენდებოდა. იქიდან მოსულ დეპეშას დაგვიმტკიცეთ, საჭიროა თუ არა ამხელა შენობა, უპასუხეს, რომ შენდებოდა ფართოფორმატიანი კინოთეატრი. მართლაც ნაგებობაზე მოიხსნა მსახიობთა ოთახები და დარჩა შიშველი დარბაზი კინოეკრანით. 1965 წელს გამოვიდა დაკონსერვებული მშენებლობების გაგრძელების ნებართვა და საკონცერტო დარბაზის მშენებლობაც ახალ გადაკეთებას დაექვემდებარა. როგორც წესი, მშენებლობასთან მიმდინარეობს, შენობის პარალელურად პროექტირებას მიმდინარეობს. წინ სწრებად ცხადია, მაგრამ პროექტირებას მიმდინარეობს და ეს თავისთავად პროცესი საინტერესოა, იმიტომ რომ მშენებლობა გვინდა ჩვენ თუ არ გვინდა, მაინც რაღაც კორექტივების შეტანას თოულობს პირველ გადაწყვეტილებებში. დაიწყო პროექტში შეტანილი ცვლილებების განხორციელება. მშენებლობაში ჩართული იყო არა მარტო საქართველოს, არამედ საკავშირო სამშენებლო ორგანიზაციები. ლენინგრადის ინსტიტუტი გიპრო კინო პოლიგრაფი, თბილისის მეტროლოგიის სამსახური, თბილისის გიპრო შახტის საპროექტო ინსტიტუტის ტექნოლოგიური განყოფილება, მოსკოვის ამწემშენებელი ქარხანა, თბილისის საავიაციო ქარხანა და უამრავი ადამიანი, რომელთა შრომის შედეგად თბილისის საკონცერტო დარბაზმა ის სახე მიიღო, რომელიც დღემდე შეინარჩუნა. შენებარი ორგანიზაცია იყო შენებლობის სამინისტროს თბილისის მეოთხე სამმართველო. წამყვანი პრარაბი, როგორც იტყვიან, იყო ბატონი რეზო ტატეიშვილი. ეს იყო მშვენიერი პრარაბი, მწოდნე ძალიან, დიდი მწოდნე მშენებლობისა. დაიწყო სამუშაოს მწარმოებლიდან და შემდეგ გახდა შენობის მინისტრის მოადგილე. ანუ გაიარა ეს გზა. დიდი საკონცერტო დარბაზი რთული კონსტრუქციების ნაგებობაა, რომლის მშენებლობაში ბევრი ახალგაზრდა არქიტექტორი და მშენებელი მონაწილეობდა. ყოველი დიდი მშენებლობა კარგი სასწავლო პოლიგონია დამწყებთათვის. ყველა საინჟინრო გადაწყვეტილება თავარ ინჟინერ ვილსონ იაკობოვთან იყრიდა თავს. კონსტრუქციული ნაწილი ბატონი შავლა გაზაშვილის შესრულებულია და ძალიან საინტერესო კონსტრუქციებია თავისთავად. იმიტომ რომ ძალიან დიდი კონსოლური ნაშვერები აქვს ამ შენობას და ძალიან საინტერესოდ იკითხება თავისთავად. რომ შენდებოდა, მაშინ კიდევ უფრო უკეთესად ჩანდა ეს ყველაფერი. ძალიან საინტერესოდ არის გადაწყვეტილი. შიგნითაც ის იარუშის ფილა, ისეც კონსოლური ფილა პრაქტიკულად სამხარეს კი არის ჩამაგრებული, მაგრამ პრაქტიკულად ესეთი ძალიან საინტერესო გადაწყვეტა. სიმსუბუქე იგრძნობა მთლიანად შენობაში. საკონცერტო დარბაზის მშენებლობა წლების განმავლობაში გრძელდებოდა, მაგრამ საბოლოოდ ქართველმა მაყურებელმა კულტურის არაჩვეულებრივი კერა მიიღო. ეს იყო უნივერსალური დარბაზი, მრავალმიზნად დანიშნულების დარბაზი, სადაც შეიძლებოდა ჩატარებულიყო კონცერტები, როგორც ხელოვნურად გაძლიერებული ჟღერადობის, ასევე ბუნებრივი ჟღერადობის კონცერტები. საკონცერტო დარბაზში ხალხი მოდის ზეიმზე, ხალხი მოდის მუსიკის მოსასმენად, ხალხი მოდის სიამოვნების მისაღებად. ამიტომ მას უნდა შეუქმნა მთელი კომფორტი, რომ მიიღოს სათანადო სიამოვნება და შთაბეჭდილებით წავიდეს სახლში.
საკონცერტო დარბაზი მუზის გარეშე წარმოუდგენელია. ოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი არქიტექტორ ივანე ჩხენკელს სახლში ესტუმრა და ქანდაკების ესკიზი მოგრძალებულად წარუდგინა. არქიტექტორმა ნამუშევარი მოიწონა. მე რომ მკითხო, ასეთი კარგი ქანდაკება, მიზნობრივი ასე ვთქვათ, აი თემატიური ქანდაკება, მე მგონი არც ერთ ქალაქში არ ადგას ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის წინ. მე ახლა დღეს ვერ წარმომიდგენია თბილისი აი ამ საკონცერტო დარბაზისა და აი ამ მუზის გარეშე. თითქოს მუზაი გადაიქცა სიმბოლოდ თბილისისაც და საერთოდ საკონცერტო დარბაზის და რაღაცა ხელოვნებასთან დაკავშირებული ყველა მოვლენისა. საკონცერტო დარბაზის მშენებლობა დაწყებიდან ზუსტად 10 წლის თავზე, 1971 წელს დასრულდა. მადლიერების ნიშნად ქართველმა მომღერლებმა და მოცეკვავეებმა მშენებლებს სახელდახელო კონცერტი გაუმართეს. პირველი კონცერტი, რომლითაც გაიხსნა დიდი საკონცერტო დარბაზი, პოპულარულმა ჯგუფმა ორერამ გამართა. ეს იყო დაუვიწყარი საღამო როგორც ქართველი მაყურებლისთვის, ასევე ანსამბლის წევრებისთვის. და იმ დღის შემდეგ არც დარბაზს მოკლებია მაყურებელი და არც ამ სცენას შემსრულებელი. მე მახსოვს რომ აი 1 საათი ნახევარი დავდიოდი შიგნით და ამჯეროდა რომ აქ უნდა მივიღერო და აქ უნდა ამხელა სივრცე ჩვენთვის გაკეთდა. იმის მერე გაცოცხლდა ძალიან თბილისში საკონცერტო მოვაწვევ, ბევრი ხალხი ჩამოდიოდა ძალიან. მაგდარბაში სწორედ პირველად ორერამ მისცა 25 კონცერტი თავიდან ბოლომდე ქართული სიმღერების. და ჩვენ თვითონ გაგიჟებულები ვიყავით, როგორ მიიღო ხალხმა ეს ყველაფერი. ფაქტურად მაგდარბაში გადასდა ჩვენი ორერას სახე. საკონცერტო დარბაზის გახსნიდან ზუსტად ერთ კვირაში ქართველ მაყურებელს უდიდესი სიამოვნება სუხიშვილების სახელოვანმა ანსამბლმა მიანიჭა. В эти дни прославленному ансамблю исполнилось 25 лет. ჩვენთვის ძალიან ნიშანდობლივია ის, რომ მაშინ მე ცეკვავდი ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის აკადემიურ ანსამბლში და იმ წელს 1970 წელს უბრალოდ შეუსრულდა ანსამბლს 25 წელი და 71 წელს ანსამბლმა გრანდიოზული იუბილე სწორედ ამ ახლად გახსნილ დარბაზში გადაიხადა. მას შემდეგ დიდი საკონცერტო დარბაზის სცენა ბევრი ხელოვანის, ვოკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლების შემოქმედებით ასპარეზად იქცა. აქ იმართებოდა ხალხური, საესტრადო და სიმფონიური მუსიკის კონცერტები. ეს იყო დარბაზი, რომლის სცენაზე გამოსვლა დიდ პატივად ითვლებოდა. უნდა მოგახსენოთ, რომ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მაშინ ამ დარბაზის გახსნამ. ეს იყო მოვლენა რა და ფაშილის მე როგორც ხედავთ გაამართლა კიდეც და მართლაც ასე იყო რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის საუკეთესო საკონცერტო დარბაზი, საუკეთესო ადამიანები მუშაობდნენ იქ ყოველთვის და ეხლაც შესანიშნავი ახალგაზრდები მუშაობენ, რომლებიც გვიადვილებენ ცხოვრებას ამ სცენაზე. ყველაზე დიდი ბედნიერი წუთები მახსოვს ამ სცენაზე, მაშინ როცა უკვე ვიყავი ჯერ ქუთაისის ანსამბლის ხელმძღვანელი, შემდეგ კი უკვე 86 წლიდან დიდი ანსამბლის ხელმძღვანელი გახდით და გახლავართ. მოგახსენებათ ახლა რა, სადაც არ უნდა გამოხვიდე, რომელ საკონცერტო დარბაზში, მსოფლიოს საუკეთესო პრესტიჟულ დარბაზებში. ალბათ ყველასათვის ნათელია რომ შენი ხალხი როგორ ღებულობს და შენთან როგორ ხდება ეს ყველაფერი რაც არ უნდა იყოს ეს ჩემთვის ყველაზე უფრო ღელა მაშინ როცა გამოდიოდა სცენაზე.
გადიოდა დრო. კონცერტების რაოდენობაც იზრდებოდა და მაყურებელთა ინტერესიც. ბევრი ახალგაზრდა შემოქმედისთვის ეს სცენა ფეხბედნიერი აღმოჩნდა. და მე მომიწია 75 წელს სრულად ახალგაზრდას გამოსვლა დიდსაკონცერტო დარბაზში. ჩემთვის დაუვიწყარი საღამო იყო. იმიტომ რომ ეს იყო პირველი ნაბიჯი, ასე ვთქვათ, დიდ პროფესიულ სცენაზე. 200 კონცერტი ჩავატარეთ ანშლაგებით. მაშინ როდესაც ფილარმონიის დიდსაკონცერტო დარბაზი იტევდა 2000 კაცზე მეტ. ეს არის სცენა, რომელიც ალბათ განსაკუთრებული წარმატების მომტანია ყველა იმ ქართული შემსრულებლისათვის, ვინც დღეს ქართულ ესტრადაზე მოღვაწეობს, რადგან ამ სცენაზე გამოსვლა, როდესაც იწყებ შენს კარიერას, არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტიმული წარმატებისათვის. მეც სწორედ წილად ხვდა ბედნიერება, რომ პირველი სერიოზული კონცერტი ფართო აუდიტორიის წინაშე დიდ საკონცერტო დარბაზის სცენაზე მიმეღო მონაწილეობა ერთ-ერთ საპატიო კონცერტში და ზუსტად მახსოვს მარჯვენა კულისიდან გამოვედი, მაშინ ვიყავი ზუსტად 8 წლის და მას შემდეგ ფეხბედნიერი აღმოჩნდა ეს სცენა და ბევრ წარმატებულ სცენაზე მომიწია კონცერტების გამართვა. დიდმა საკონცერტო დარბაზმა უდიდესი სტიმული მისცა ქართული საესტრადო ხელოვნების აღორძინებას. თავისი მასშტაბურობიდან და შესაძლებლობიდან გამომდინარე, ამ სცენამ ქართული საესტრადო მიუზიკლის განვითარებას შეუწყო ხელი. ერთ-ერთი პირველთაგანი გახდათ ანსამბლი ივერიას, რომელმაც ფეხი შედგა ამ დარბაზის სცენაზე და მას შემდეგ აღარ ჩამოსულა იქიდან და სარეკორდო მაჩვენებელი აბსოლუტური რეკორდსმენი ამ მხრივ ივერია, რომ ალბათ 1000-ზე მეტი კონცერტია ჩატარებული აქა. მასულად კი ვინმე ასე თანდათანობით იმკვიდრებდა ადგილს თბილისის საკონცერტო დარბაზი. ესტრადის მსახიობების გარდა ამ სცენაზე თავიანთი ხელოვნება წარმოაჩინეს ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავებმა. მათთვის საგანგებოდ იქმნებოდა საესტრადო რეპერტუარი, რომელიც მაყურებლის დიდ მოწონებას იმსახურებდა. დიდმა ენთუზიაზმმა მაინც თავისი გაიტანა და ჩვენ მოვახერხეთ ბატონი გივი ბერეკაშვილის და კახი კავსაძის უდიდესი ძალის ხმევით, ანუ ისინი იდგნენ სათავეებთან ამ საქმისა, პირველად მათ მიმართეთ ხოვნით, რომ მათ უნდა წაეყვანათ და ეს შეიქმნა ეს ტანდემი. მე ვფიქრობ, რომ ყველა დროის საუკეთესო საკონფერენციო წყვილი, რომელიც კი ოდესმე ყოლია ქართულ ესტრადას, დღემდე ისინი ჩვენ და საბედნიეროდ აგრძელებენ ამ მოღვაწეობას. აი შენ თვითონ რამდენს გიხდია? მე? შენ? კახის მე მგონი მარჩელო მასტროიანში ვეშლები მე. გივი არ მეშლები, თუმცა ძალიან გევხარ. 77 ანშლაგი გავაკეთეთ. 92-ში 69. 93-ში 60 თუ რა ანშლაგი. და ვერც წარმომედგინათ თუ როდისმე ესტრადაზე დავდგებოდი და არა და სულ ემოციონალურად აბსოლუტურად განსხვავდება თეატრი, სცენა, თეატრის სცენა და ესტრადის სცენა. იქ სხვა გრძნობებია. თეატრში აქ არის სულ სხვა. თეატრში შენ ვიღაცას თამაშობ. ვიღაცის სახელით რაღაცას ამბობ. აქ შენ ხარ და შენი სახელით ამბობ. ან კაცს, ან ცულს არ ვიცი რას, მაგრამ შენი სახელით. ძალიან ძნელია. ჯანგულა აკაშარა კამუჩიტი ჯანსულო ჯანგულა ინდორს მაკა ფიორია ჯანსულო ჯანგულა ხას რეგორი მაჭკადილი ჯანსულო ჯანგულა ქარქაშიშა ხიორია ჯანსულო ჯანგულა ვარა ამას დეკვირითი ჯანსულო ჯანგულა ადგიშიშა უგოძვანჯი ჯანსულო ჯანგულა დუცკაღალი ბურინუა ჯანსულო ჯანგულა იშკაჩი მოშჭანჯი ჯანსულო ჯანგულა ელს დამბა ჩამაველირი
ერთადერთი გასართობი და საზრდო ხალხისთვის აი სულიერად რომ რაღაც თლათ არ დაცემული იყო დიდი საკონცერტო დარბაზში 2000 კაცი შეიკრიბებოდა ერთად და დაინახავდა ხალხს რომელიც სცენიდან ეფერებიან რა დიდი საქმე გააკეთა ძალიან განსულო ჯანგულა ნანა ჭკიმი ცოდვა განსულო ჯანგულა გაზირუნ თეშცალასო ჯანსულო ძალიან ბევრი პოპულარული ქართული სიმღერა პირველად სწორედ ამ სცენაზე შესრულდა. გოგი საბაძესთან სახლში ვიჯექით მე მორის ფოცხიშვილს მოვუყევი და გოგის პატარა ამბავი რომ მე სამათყოფოში მეგობართან მივედი და იქეთი მოხუცი კაცი იწვა. ორადგილიანი პალატა იყო და ძალავაზი კაცი იყო და რაღაც ფორტოხლები მიუტანე იმასაც დაუდე მე რომ გამოველაპარაკე უცებ მივხვდი რომ არაფერი არ ახსოვდა ამ კაცს რა და ექებს რო კითხე რა ჭირს მეთქი და სიბერეთ გდებაო მითხრეს რა და მე რომ გამოველაპარაკე უცებ თქვა რომ აი ჩემი მე რომ გავივლდი იმ ქუჩაზეო ჩემი მტრედი ფანჯრიდან ვიყურებდაო მე დავადგინეთ რომ თუმე ეს ფაიტონს ატარებდა ანდრე და ეხლა უკვე ისეთი პროგრესი იყო რომ ფაიტონი არავის აღარ ჭირდებოდა და გარეთ დარჩა რა ეხლა ესეთი შეიქმნა ესეთი ბალადა მოვუყევი მორისი მე და გოგი დავჯექით რობერტ ბალძიმაშვილი ერთად და მე ვთხარი აი გამიკეთე მეთქი რა ესეთი ბალადა არასაჭირო კაცზე პროფესიით და შეიქმნა ეს სიმღერა აი მაგდარბაში ვიღერე პირველად მე მაშინ ახალგაზრდა ვიყავ მეტი მოძრაობა შემეძლო და რო თავდებოდა სიმღერა დავიწყე დარბაზიდან გასვლა ნელ-ნელა დავიწყე ეს ჩოციალით და რო დავედი კულისებში უცებ მესმის რომ არავინ თავს არ უკრავს მე ვდგევარ ზურგით და დამასხა სიმაოს და ვიფიქრე რომ ჩავარდა სიმღერა არა და ვიცი რომ კარგია მოგწონს რა და უცებ როგორც ბომბი ისე გასდა და იმ დღეს 6 ჯერ მომღერეს მე გოგი საბაძის და მორის ფოცხიშვილის უკანასკნელი მეფაიტონი ფილარმონია დღემდე ასე უწოდებს ქართველი მაყურებელი თავიანთი თავშეყრის ყველაზე დიდ და საინტერესო ისტორიის მქონე ნაგებობას ამ სცენაზე არაერთი ვოკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლის წარმატებული გამოსვლა შედგა ისე კარგად მახსოვს ისე ძალიან მრავალ ფერებში მახსოვს ეს პირველი გამოსვლა ამ სცენაზე ისე მიხაროდა რომ არ ვიცი მეშვიდეცაზე გახდით რა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის 7 კაცაში მღეროდი მაშინ და მოგვიწია გამოსვლა ამ დიდებულ სცენაზე და რა თქმა უნდა სიამაყის ზნობა მიპყრობდა მაშინ რომ აი იმ სცენაზე გამოვიდი და ვიმღერე ძალიან დიდი სიხარულები მოუტანია ალბათ ყველა იმ ხელოვანისთვის ამ დარბაზს ვისაც კი მათ კონცერტი ქონია აი ეს 5 კონცერტი რომელიც მე ამ დარბაზში მქონდა აი დიდი კონცერტები შემოქმედებითი საღამოები აი ყველა აი ძალიან ბედნიერი დღეები იყო გასული საუკუნის 70-იან წლებში აშენებული ეს დარბაზი ახალ საუკუნეს ახალი ტრადიციით შეხვდა ჰოლივუდის დიდების ხეივნის მსგავსად აქაც რამდენიმე ვარსკვლავი გაჩნდა ხოლო უკვე ქართული სახელები და მათ შორის პირველი ქალბატონი ნინო რამიშვილის სახელობის ვარსკვლავი იყო. მე არ დამოვიწყდება 2000 წლის 19 მაისი, როცა ჩვენ დიდებულ ქალბატონს, ამ დიდი ანსამბლის ერთ-ერთ ფუძემდებელს, ქალბატონ ნინო რამიშვილს 90 წლის იუბილე გადაუხადეს. ესაც უდიდესი ზეიმი იყო იმ დარბაზში და ქალბატონ ნინო დაფასდა იმით, რომ პირველი ვარსკვლავი საერთოდ გაიხსნა ქალბატონ ნინოს სახელობისა ფილარმონიის წინ.
აი ის ვარსკვლავი, რომელიც არის ფილარმონიის წინ, ეხლა არ ვიცი, თან კი მერიდება მას რომ ვარ, ისე მიყვარს ის, იცით, ეხლა რამე კონცერტზე რომ მივდივარ ხოლმე და რაღაცა სანამ შევალ დარბაზში, მანამ გავივლი ხოლმე და თვალს მოვკრა ხოლმე და ისე შევდივარ. აი იმას რომ შევხედავ რაღაც მსიამოვნებს ძალიან. დიდი საკონცერტო დარბაზის ისტორიაში იმ ადამიანებმაც დაიმკვიდრეს სახელი, რომლებიც შემოქმედებით საქმიანობას უდიდეს თანადგომას უწევდნენ. არც თუ იშვიათად მათ ცენზურასთან გამკლავებაც კი უხდებოდათ. მე არ შემიძლია ძალიან დიდი სიამაყით არ გავიხსენო ამ ხალხის სახელები. ეს გახლავთ პირველ რიგში ბატონი დორიან კიტია, რომელიც წლების განმავლობაში გახლავთ გენერალური დირექტორი ფილარმონიისა, მათ შორის ამ დარბაზსაც ხელმძღვანელობდა. შემდგომ კაცი, რომლის სახელთანაც დაკავშირებულია ძალიან ბევრი მიღწევა ქართულ კულტურაში. ვოკალურმა ანსამბლებმა საკონცერტო დარბაზის სცენაზე მთელი ეპოქა შექმნეს. მაყურებელს კარგად ახსოვს ანსამბლ ივერიის ლეგენდად ქცეული მიუზიკლები. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ანსამბლ ივერია, რომელიც სისხლხორცეულად დაკავშირებული გახლდათ აი ამ დარბაზთან და გარდა იმისა, რომ ის აბსოლუტური რეკორდსმენია აქ ჩატარებული კონცერტების რაოდენობით, მათ შორის ზედიზედ ანშლაგებით ჩატარებული სპექტაკლებისა, თოვლის ბებოს ზღაპარი, ზუსტად გეტყვით, 164 ანშლაგი ზედიზედ ჩატარდა, დაიწყო დეკემბერში, დამთავრდა ივნისში. ესეთი ხუმრობაც კი იყო, აღარ დადნა ეს ბებო, იმიტომ რომ ყველანაირ კლიმატურ ფიგურალურად, ხუმრობით თუ ვიტყვით, პირობებს გაუძლო და რაც თავარია გაუძლო ძალიან მკაცრ შეფასებას რამდენიმე თაობისა. წლებმა, რომელიც მთელი საქართველოსთვის მძიმე იყო, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზს ვერაფერი დააკლო იმ ადამიანების წყალობით, რომელთა ძალისხმევით აქ შემოქმედებითი საქმიანობაც კი არ შეწყვეტილა. ალექსანდრე ბასილაია ყველაზე რთულ დროს ხელმძღვანელობდა და გახდა დირექტორი ამ დარბაზისა და პირდაპირ გეტყვით ამ დარბაზის ისტორიაში მე ვფიქრობ რომ ყველაზე დიდი ამაგი სწორედ ბატონ ალექსანდრეს მიუძღვის, იმიტომ რომ როდესაც ინგრეოდა ირგვლივ ყველაფერი. აი ეს შუშის მყიფე იოლად მსხორევადი შენობა ხელუხლებრივი ერთი მინის ჩატეყვის გარეშე სამოქალაქო ომის და საძმოებისა და იმ სიბნელის, წყდიადის და ყაჩაღობის პერიოდში შემოინახა პირველ რიგში სწორედ ალექსანდრე ბასილაიას და მისი მეგობრების, მისი თანაგუნდელების ავტორიტეტმა და თავდადებამ. ისმის ანგელოს და სიმღერა და გალობა ფოტოგალერეა, რომელიც ამ შენობაშია, სწორედ იმ უცხოელ ვარსკვლავთა ფოტოებს წარმოგიდგენთ, რომელთაც სხვადასხვა დროს თავისი ხელოვნებით მოუხიბლავთ ქართველი მაყურებელი. ზოგიერთი მათგანი უკვე ტრადიციულად ქცეულ თბილისის ჯაზ ფესტივალს სტუმრობდა. ზოგსაც სოლო კონცერტები გაუმართავს. What children see on Christmas morning, every hope and dream to be renewed. თბილისში პირველად საქართველოში როკის ლეგენდა ჯო კოკერი. განვლო წლებმა და ამ არაჩვეულებრივად ნაგებ შენობას, რომელიც მაყურებელმა გახსნის დღიდან შეიყვარა, რეკონსტრუქცია დასჭირდა. განახლებითი სამუშაოების შემდეგ დარბაზში კვლავ ჩვეული რიტმით გრძელდება საკონცერტო საქმიანობა. 71 წელს რო გაიხსნა ეს დარბაზი, პირველი კონცერტი
გახდათ ორერას კონცერტი და მაშინაც ორერაში ქალბატონი ნანი იყო სოლისტი და სწორედ აი ამ სარემონტო სამუშაოების მერე 5 ოქტომბერს გაიხსნეს დარბაზი, ესეთი კარგი სიმბოლო იყო, ქალბატონი ნანის კონცერტით გაიხსნა და იგი როგორც 71 წელს ბრწყინავდა, ასევე გაიბრწყინა 5 ოქტომბერსაც აი ამ კონცერტით. 2004 წლიდან ჩვენ შემოვედით დარბაზში და იმ დღიდანვე დავიწყეთ ფიქრი იმაზე, რომ კარგად შეგვესწავლა ეს დარბაზი, რაც პრიორიტეტები მიგვეცა იმ საქმეში და იმის დარბაზისთვის, რომ უკეთესად გაგვეკეთებინა. შეეხო სცენას თავისთავად, შეეხო აპარატურას, რაც პრიორიტეტია დარბაზისთვის, გახმოვანების აპარატურა და ერთ-ერთი საუკეთესო აპარატურაა მსოფლიოში. რაც შეეხება თვითონ შიდა ინტერიერს, ეს არის მოპირკეთებული ძვირფასი აკუსტიკური შიტებით. ამის ხელისხლება არ შეიძლება, თუ სადმე იყო დაზიანებული, ჩვენი შევაკეთეთ და გაიწმინდა და გასუფთავდა. დიდ საკონცერტო დარბაზს ქართულ შემსრულებლებთან ერთად უამრავი უცხოელი მსახიობიც ახსოვს. აი ახლაც სცენაზე საღამოს კონცერტისთვის 70-იანი წლების ერთ-ერთი ლეგენდარული როკ ჯგუფი იურაიხიპი ემზადება. ეს ტრადიცია გაგრძელდება, რა თქმა უნდა. ფესტივალები იგეგმება, უამრავი ვარსკვლავი იყო უკვე ამ სცენაზე აი რეკონსტრუქციის შემდეგ გამოსული და ჩვენც მაქსიმალურად ვეცდებით, რომ აი ავყვეთ ამ დინებას, ასე ვთქვათ და სულ რაღაცების სიახლეებით დავნერგოთ ამ დარბაზში. თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი კონცერტების, თეატრალური წარმოდგენების, მიღებების, პრესკონფერენციების, ცერემონიებისა და სხვადასხვა შეკრებებისთვისაა განკუთვნილი. სცენა ყველაზე კომფორტულ სცენად, დარბაზი კი ყველაზე მასშტაბური თავშეყრის ადგილად რჩება ქართველი მაყურებლისთვის. სოფლიოს მრავალ სცენაზე გამოსვლა და ყოველთვის ვადარებდი ჩვენ სცენას, ნებისმიერი ქვეყნის სცენას. ეს იყო უცხოეთი თუ მაშინველი საბჭოთა კავშირი. და მე სიამაყით ვეუბნებოდი, რომ აი ჩვენი სცენა არის ამ სიგანე 26 მეტრი. იშვიათად რომ ეგეთი სცენა ყოფილიყო. ძალიან გაჭირდა ფილარმონიის მსგავსი სიდიდის სცენის მოძებნა. რამდენიმე ოპერას, მათ შორის სიეტლის ოპერას, ჰქონდა დაახლოებით ასეთი დიდი სცენა. პირადად ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს ამ სცენაზე მღერა, თავისი სივრციდან გამომდინარე, თავისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, ალბათ ყველაზე საპასუხისმგებლო სცენა. ძალიან მიყვარს ეს დარბაზი, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრების ძალიან ბედნიერი დღეები მქონია აი ამ დარბაზში. თბილისი ყოველთვის იყო და დღემდე კონსერვატულ ქალაქად რჩება. სიახლეებს აქ ყოველთვის სიფრთხილით ეკიდებიან, ხშირად ეჭვითაც. თუ გახსოვთ, ასე იყო ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მშენებლობის დროსაც. ბევრს ამ ადგილას დარბაზის აშენების იდეაც კი არ მოსწონდა. მაგრამ ეს ყველაფერი წარსულში. დღეს თბილისის საკონცერტო დარბაზი თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრებისთვის თავშეყრის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია.